3,000 მეტი გიცხოვრია როგორც ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ მევსაც ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერ შენს თბილმრავალ ჟამი ერსა გამარჯობათ მეგობრებო ვაგრძელებ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელს აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ 2025 წელს პირად ხვდებით ერთმანეთს და მინდა ესე იგი ყველაფერი კარგი გისურვოთ. მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ პირველ რიგში, მინდა ხვავრიელი და ბარაქიანი წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის, ყოფილიყოს მატების და გამრავლების წელი, ყოფილიყოს მშვიდობის წელი და ყოფილიყოს შერიგების წელი, ყოფილიყოს ის რაც ხდება დღეს საქართველოში და რაც ხდება ქუჩებში, ეს ყოფილიყოს გუშინდელი დღე, დაგვეწყებიოს ის სტრობა, ის შუღლი და სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაშენებინოს ეს ქვეყანა. იმიტომ რომ უპირველესი ადამიანის ღმერთისგან მოძებული ნიჭი ჯერეთი, უპირველესი ნიჭი არის სიყვარული და თუ სიყვარული შეგიძლია, მაშინ მშენებლობას, სახლის მშენებლობას, ქვეყნის მშენებლობას, აბარა ყველაფერი სიყვარულზეა დაფუძნებული და ღმერთმა შეგვაძლებინოს სიყვარულით, სიყვარული ქონდეს ერთმანეთთან და სიყვარულით გვეშენებინოს მე ეს ქვეყანა. ჩვენ წინა გადაცემაში, ანუ ბოლოს შემაჯამებულ გადაცემაში გითხარით, რომ ახალი გადაცემები ახალი წლიდან ცოტა სხვა ფორმატშიც იქნება ალბათ, რაღაც გეგმები გვაქვს, რაღაც მიზნები გვაქვს, მინდა რაღაცა ცვლილებები შევიტანოთ. ახლა ცოტა გარეთ ცოტა ცივა და ამიტომ გარე ისინი რა ქვია მატჩები ასე ვთქვათ, არა გვაქვს, მაგრამ ალბათ მალე გამოზაფხულდება და გარეთაც გასვლითი რეისები გვექნება. დიახ და საინტერესო პიროვნებები მინდა რომ მოვიწვიოთ ჩვენთან სტუდიაში და ესე იგი კარგი თემები შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ. მარტო დაუშვათ გვარებით არ შემოვიფარგლებით, ალბათ ამ გვარებთან ერთად მინდა ცოტა ისტორიული რაღაც ისინი გავაკეთოთ კიდე რომ მარტო გვარებით რო არ შემოვიფარგლოთ, რა თქმა უნდა ძირითადი მაინც გვარები იქნება. მაგრამ რაღაც დაახლოებით რაღაც 10 წუთს დაუთმობთ ალბათ ისტორიას, რომელიც ესე იგი გვართან არ არის დაკავშირებული, ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული და მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანასთანა, ჩვენი ქვეყანა გვარებთანაა და მაინც გვარებთან მივა. კი ბატონო და ამიტომ ესე გვინდა ახლა რომ გაგიმხელთ, გვინდა ესე იგი ჰაპლო ჯგუფები, ჰაპლოგენებს ვინც სწავლობს დღეს და რომელიც ძალიან საინტერესო დისციპლინაა საერთოდ და ხვალინდელი დღეა, ანუ ისტორია აი ამის გარეშე მე უკვე წარმოუდგენელი მგონია ამ არქეოლოგიურ მონაპოვრებთან და თავშევად ისტორიულ საბუთებთან ერთად ეს ჰაპლოგენებიც სულ მალე გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ისტორიისა და ერთ-ერთი თავარი შემადგენელი ნაწილის კი ასე თქვა. ვინც კი ჩაიხედავს იმ სიაში, რაც გამოკვლეულია ჰაპლოგენებით, არის ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო რაღაც საინტერესო ისინი აღმოაჩინეთ, რომ ესე იგი სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ, ესე იგი თუ რა გვარებთან შეიძლება იყოს თითოეული თქვენგანი ესე იგი კავშირში და საერთოდ წარმოდგენაც რო არ გქონდეს. წარმოდგენა რო არ გქონდეს, დიახ და ამით საინტერესოა ეს და ეს ისტორიის ლაბირინთებში რაღაცებს ჩვენ ვეძებთ ხოლმე ხანდახან და ცოტა ისეთ რაღაცებს ვაწყდებით, რომ ესე გაურკვევლობაში ვართ, იმიტომ რომ ვერ ვადგეთ თუ როგორ მოხდა ესა თუ ის გვარი დაუშვათ ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. ხო და რა კავშირი ამას ყველაფერს ესე იგი ძალიან მარტივად აებათ ესე იგი ასმოს გასცემს ეს კვლევები ძალიან საინტერესო
საინტერესო დისციპლინაა საერთოდ და ეს არის მომავლის ის არის. და კიდევ დავიჯერეთ ეს აბახლაცია. აი რომელიმე გვარს რა გვართან აქვს კავშირი. დღეს გავიგეთ ჩვენ ახლა ერთი რაღაცა. ძალიან საინტერესო რაღაცა და აი რო არ ელოდები ადამიანი ისეთ რაღაცას გამოიკლო და გაიგეთ რომ აი სასიამოვნო ის არის დამერწმუნე. და ამიტომ ესე იგი გვინდა რომ მოვიწვიოთ ეს ხალხი და თუ საშუალება ექნება იმისი და თუ დავთანხმდენ პერიოდულად გვინდა მოვიწვიოთ და რაღაცა გაგესაუბროთ მათთან ერთად. ამავე დროს ჰერალდიკა აინტერესებს ადამიანებს ძალიან აინტერესებს ჰერალდიკის კუთხითაც, ანუ გერბცოდნეობის კუთხითაც შეგვიძლია ესე იგი მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომლებიც გაგვაცნობენ ასე თქვათ იმ ჰერალდიკის საფუძვლებს, რაზეც უნდა იყოს დაყრდნობილი და დამყარებული საერთოდ გერბის დღეს ძალიან მოდაშია და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს გააკეთოს გერბი და გამოდის გერბის მაგვარი რაღაცა, რომელიც გერბის არაკანონიკური. ხო, ვერ უწოდებ გერბს და ამიტომ ეს ყველაფერი რომ მოიქცეს ასე თქვათ, ესე იგი იმაში კანონიკაში რომ მოიქცეს, ამიტომ ამისთვის საჭიროა სპეციალისტთან საუბარი და ჩვენ გვექნება საშუალება სპეციალისტი მოვიწვიოთ და გაგასაუბროთ. ამიტომ ამის გარდა კიდე წინა გადაცემაში ჩვენ ძალიან საინტერესო აი ბატონ ვალერის ძმა, რომელიც საინტერესო ადამიანი ბრძანდება, ძალიან საინტერესო ადამიანი და რომელმაც ძალიან კარგად იცის ეს ძველი შუმერული და შუმერების შუამდინარეთის ისტორია იბერიული კავშირები რა არის, როგორ არის და ამასთან დაკავშირებით პერიოდულად მოვიწვევს დიმიტრი ხიმშიაშვილსაც, რომელიც გაგაცნობთ და რაღაც ძალიან საინტერესო ახლა ისეთ კულუარულ საუბრებში ისეთ რაღაცებს მეუბნება, რომ საერთოდ წარმოდგენა რო არ მქონდა და მსგავსება სვანური ენისა და შუმერული ენის მსგავსება, მეგრული ენის და შუმერული მსგავსება და რაღაც საოცარია. ბევრმაც არ იცის, სხვათა შორის ლაზური, იგივე მეგრული ენის ისა რამდენი არის აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ვიცით აგ მდინარე არა გვიგვაქვს და ეს მეგრული იქიდან მოდის. კი ბატონო, სიტყვა რაც ნიშნავს თვითონ არა ხო არა გვიო, მაგრამ ან გიღომიან სხვადასხვა. კი ბატონო და ამასთან დაკავშირებით გვექნება საუბრები და მე მგონი საინტერესო გადაცემები გამოგვივა. და დედა მარიამი მინდა მოვიწვიოთ. რა თქმა უნდა, კი, დედა მარიამი, ანუ ესე იგი ქალბატონი მუხრანელი ბაგრატიონ მუხრანელი დიახ, რომელიც ესე იგი ძალიან საინტერესოდ ალბათ საინტერესო თემებზე საინტერესო ისა. ამის გარდა, ნუ ახლა ჩვენ სამეფო კლუბის წევრები ვართ და სამეფო კლუბის გადაცემა და სამეფო კლუბის არხია. ჩვენი გადაცემა და ნუ სამეფო კლუბის სპიკერი არის ბატონი გაიოზ მამალაძე, რომელიც ძალიან საინტერესოდ საუბრობს საერთოდ ისტორიკოსია და ძალიან კარგი კვლევები აქვს განსაკუთრებით შუა საუკუნეების შუა საუკუნეების მე-12, მე-13 საუკუნეების საქართველოზე აქვს ძალიან დიდი შრომები გამოქვეყნებული და ამ თემებზეც გვექნება საუბარი ამ ჩვენს გადაცემებში. მაგრამ მოწეული იქნება. ხო, რა თქმა უნდა და მაგრამ ძირითადი მაინც არის გვარებია, რომელსაც ვერ ველევით ჩვენი ვერ შეველევით იმდენი გვარია. ჩვენი სიყვარული არის ბავშვობიდან მოდის, ჩვენი სიყვარული ამ გვარების მიმართ და ამას ალბათ უკვე ისე ვართ მოწამლულები ამ ყველაფრით, ამის გარეშე ალბათ ვერ წარმოგვიდგენია ნებისმიერი დღე, ან ნებისმიერი ისა, როცა ესე იგი ამ გვარებით არ ვიყოთ ესე იგი დაკავებულები. და ამიტომ ისევ განვაგრძობთ თქვენს წერილებს ველოდებით და თქვენს ესე იგი ველოდებით თქვენგან ველოდებით უпроსტად გამოხმაურებები და თქვენი გვარის ისტორიების რომ მოგაწოდოთ. ჩვენ მოგაწოდეთ, რა თქმა უნდა მოგაწოდეთ ამ ყველაფერს. ძალიან ბევრ გვარს დაუწიეთ დახმარება და ძალიან ბევრს გაუწიეთ. ეხლა ამ გვარებს ცოტა სხვა უფრო საინტერესო კუთხით მივადით სხვათა შორის. კი ბატონო, ესეც ახალი ის იქნება. კი ბატონო, ხო, ეხლა ჩვენ დღეს ასე ვთქვათ, სულ რაღაცა 2-3 გვარს მოგასწრით, გაგაცნობთ, ასე ვთქვათ.
ახალი წლის მერე გავხურდებით ნელა და ნელა შევდივართ იმაში ფორმაში შევდივარ ჯერ კიდე არა ვარ ფორმაში იმიტომ ახალ წლები ცოტა თითოეული თქვენგანისათვის რაღაცა გადამღრელი დღეები ალბათ ალბათ მომავალ გადაცემაში უფრო ჩავждებით ფორმაში ვიქნებით და უფრო კარგი ინფორმაციას მოგასვით ეხლა გვინდა პირველი რომელი გვარიც მინდა გაგასვათ ეს არის ქავთარაძეების გვარი და რატო ქავთარაძეების გვარი ეხლა გვინდა ქავთარაძეების გვარზე და ხიმშიაშვილების გვარზე ვილაპარაკოთ ბერაეების გვარსაც გაკვით მოგახსენეთ ხიმშიაშვილებსაც გაკვით ეს იმიტომ რომ ესე იგი ჩვენ ქავთარაძე ბებია მყავდა და ძალიან დაინტერესებული ბავშვები და ვიყავი ამ გვარი დაინტერესებული და პირველი რაც დღეს შემხდა და ეს არის ქავთარაძეების გვარის ისტორია და მინდა ეს ასე ვთქვათ წარმოგიდგინოთ ძალიან საინტერესო გვარია დიახ საკმაოდ მთელ საქართველოში არიან კი ბატონო ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მე-12-მე-13 საუკუნეებს ანუ ესე თედორეს სტოდიელის სწავლანში არის ესეთი ის არის რა ქვია მაგას წიგნი არსებობს მოხსენებულია ვინმე ბასილი ქავთარაძე და ასე ციტირება რო გავაკეთოთ მოიხსენი უფალო წინამძღვარი ბასილი ქავთარაძე ორსავე ცხოვრებაზე შინა ამინ კირილეისო ეს არის მე-12 საუკუნის საბუთია უფრო ადრინდელი არა იმ დაახლოებით იმ პერიოდის სულთამატიანეში ეს მაჭახელას ხეობის სულთამატიანეში არიან მოხსენებული კიდე ესე იგი ისინი რა ქვია ქავთარაძეები როგორც მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი ძველი მკვიდრი გვარი ანუ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ ჯერ საერთოდ რო ვთქვათ ეპონიმური ის არის ქავთარი და მოდის ქავთარი იყო ქავთარი და ქავთარი შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებლად ყოფილიყო დაუშვათ ქართლშიც კახეთშიც ეგერ თიანეთშიც არის იმაში რა ქვია თიანეთი კი ბატონო აგერ იმერეთში სამეგრელოშიც და გურიაშიც არის და ბატონლევან რო არის აგერ მოგახსენეთ ბატონლევან ამას ამტკიცებს კიდევ ისა რაც გენეტიკურ ჰაპლოჯგუფებშიც ესე იგი რამოდენიმე ესე იგი 4 თუ 5 ისა აღებული და სხვადასხვა ჰაპლოგენები აქვს ეს ამტკიცებს იმას ეს არის სუფთად ესე იგი ეპონიმური სახელია რომლისგანაც მერე ესე იგი სხვადასხვა კუთხეებში წარმოიშვა ეს გვარი რამოდენიმე თუ გვარია ერთიანებს თორე სისტემა და იმით არ არის გვარი მსგავსება აერთიანებს უბრალოდ სწორედ დანარჩენი აბსოლუტურად ეხა მიუხედავად იმისა რომ ესე იგი имас უწერია რა ქვია იონა ბატონიშვილს უწერია რომ ესე იგი იმერეთიდან არიანო გადმოსულებიო ქართლშიო ასე უწერია იმას რა ქვია არა ეს იონა ბატონიშვილს არეულად არის კიდე ეგეთი თქმულება სამეგრელოში ესე იგი სამეგრელოში ორი შტო არსებობდა იმისი რა ქვია ქავთარიები და ქავთარაძეები რომლებიც ცხოვრობდნენ იმაში რა ქვია ძველსენაკში და იყო კიდე ხებულელი ქავთარაძეები და ამათაც როგორც ჩანს სხვადასხვა წარმომავლობა აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა წარმომავლობა აქვს იმიტომ თვითონ სოციალურ საფეხურზეც სხვადასხვა ადგილი ეკავათ ისინი თუ იყვნენ გლეხები იყვნენ ძველი სენაკელი აზნაურები იყვნენ დიახ და მათი გვარი მოდის მე-17 საუკუნის დასაწყისიდან როცა ესე იგი იორდანე ქავთარაძე იყო ესე იგი ის იყო კანდელაკი იყო და საკანდელაკო ისინი მამულები უყოდა დადიანმა და სამი კომლი გლეხი ესე იგი იმასთან უბოძა ეს არის დაუშვათ სამეგრელოში არსებული ქავთარაძეების ყველაზე ძველი წარმომადგენელი იორდანე ქავთარაძე და მისი შვილია იოანე და მერე მოდიან შემდეგ ესე იგი რახან გავაგზელებ იმიტომ რომ ძველი სენაკელი ქავთარაძე იყო ბებიაჩიმი ბარი მაგასაც ვიტყვი და ვიტყვი მათ შტოს ვიტყვი საერთოდ და იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი შტო იყო რა ესე კარგი ადამიანები იყვნენ ადამიანები რომლებმაც ისტორიაში კვალი დატოვეს საკმაოდ კარგი კვალი დატოვეს მანდ არის ეკლესია არის მაშინ რომელიც მშენებლობაშიც მონაწილეობა აქვს მიღებული დადიანებთან და დავუშვათ რაგვარები იყვნენ კიდე აღარ მახსოვს რამოდენიმე გვართან ერთად ესე იგი მიიღეს მონაწილეობა ამ იმის ქავთარაძემ მიიღეს
იმაში რა ქვია უშუალოდ ჩემი ბებიაჩემის ახლო ნაცისები იყვნენ აი ეს ბლაღოჩინი დავით ქავთარაძე და მისი შვილი იყო ბესარემ ქავთარაძე მე მაზრის უფროსი გახდა და ასე თანამდებობებზე მუშაობდნენ იყვნენ ესე იგი აი ყველაზე ისეთი ძლიერი წარმომადგენელი ამ გვარის იყო ალექსი ქავთარაძე საერთოდ მინდა გითხრათ რომ ეს სამხედრო იმაში რა ქვია სადაც პირველ მსოფლიო ომში 34 ქავთარაძე იღებდა კი არა 34 იყო ოფიცერი რომლებსაც სხვა ხარისხის ორდენები ჰქონდათ მიღებული 34 აქედან 6 ქავთარაძე იყო გენერალი ყავდათ მე პოლკოვნიკებს არ ვითვლი მე გენერლებს ვითვლი ამ შემთხვევაში 6 გენერალი ყავდა და ამ 6-დან ერთი იყო ინფანტერიის გენერალი არის ეს უმაღლესი წოდება არის იმაში ინფანტერიის გენერლის მაღლა იყო უკვე ფელდმარშალი და ესე იგი საქართველოს რუსეთის იმპერიის დროს ყავდა 14 ის ყავდა რა ქვია ინფანტერიის გენერალი ახლა რო შედარება რო გავაკეთოთ რა დონის აი თვითონ ისა ქვია პეტრე ბაგრატიონიც გენერალი იყო ის იყო რა ქვია ინფანტერიის გენერალი იყო დიახ თვითონ პეტრე ბაგრატიონის სამაგეთ ამ დონის გენერალი ყავდათ ქავთარაძეებს ესე იგი ალექსი გაბრიელიძე ქავთარაძის სახით რომელიც სვიტაში იმპერატორის სვიტაში შედიოდა ესეც საკმაოდ მე-19 საუკუნეში რაც მე ვნახე ესე იგი საქართველოსდან სულ რამოდენიმე 18 კაცი აი აგერა მაქვს სულ რამოდენიმე კაცი იყო ამ სვიტაში შესული 18 ადამიანი და ამ 18 ადამიანიდან ესე იგი ქავთარაძეც იყო ამ იმაში რა ქვია ძალიან დიდი ის იყო დიახ რა თქმა უნდა რომელსაც მე ესე იგი თავადის ქალი ყავდა ცოლად შერტული შვილი ყავდა 5 შვილი ყავდა 5-დან 2 გენერალი იყო კი ბატონო ასე რომ ძალიან საინტერესო გვარია აგერ კიდე აღმოსავლეთ საქართველოში ესე იგი ჩამოთვლილი თავადაზნაურთა სიაში ქავთარაძეები არიან საპატიო ადგილზე არიან წარმოჩენილები როგორც დიდი მამულების პატრონები და ესე თავადის გვერდზე იხსენიებიან და 1400 აგერ რომელი წელია 1434 წელია მე მგონი თუ არ ვთქვი რაღაცა გარჩას კარგად ისა სადაც ესე იგი საღვინის მოლარეთ არის ქავთარაძე დასახელებული დიახ ძალიან საინტერესო გვარია ესე იგი აი ძველ სენაკში რასაც მე გეუბნებოდით აგი ფარნავაზი და მეშვილი ბაძუ ეს ბაძუ იყო ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო ბაძუ ქავთარაძე რომელიც შემდეგ ესე იგი გაგრიჭეს რა კომუნისტებმა როგორც შეიძლება მთელი თავის ცხოვრება დადიოდა ესე იგი ჩოხახალუში და ცხელი დადიოდა ეს კაცი მაგარი ოდასახლი ჰქონდა იმაში რა ქვია მაგას სენაკში დიდი სახლი ერისთავის კალი ყავდა აიბად რა ქვია ცოლად ხო და ისეთი ძალიან კოლორიტული ადამიანი იყო და კოლორიტული პიროვნება იყო მეტი რა შეიძლება რომ თქვა იმაზე ნაპატიეთ ბოდიში ხვირმას დაამტკიცა აგარი ზუსტად ხვირმას დაამტკიცა მე მგონი მასია და დანარჩენი ახლა რა ვიცი აბა თუ გააგზელებ შენ ახლა უკვე დროა შენი გვარის ისტორიაც ჩემი გვარი როგორა ახლა დესერტად მოვიგონია ხო დესერტად მოვიგონია რომ მოკლედ მოყვები აბა როგორ მოყვები მოკლედ აი მე დესერტად მოვიყვან მინდა მანამდე ბარეგამ სამეგრელოში ვარ და დავჭები ცოტა ხანი სამეგრელოში მოილო ბარემ იმას ბერაიებს არა და დესერტად კი ბატონო მინდა მეუნუცო ხიშაშის დესერტად მოვიგო კი აბა რა და კარგად შევჭამ ბატონო ხალხო მინდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა ახალი წელი ბედნიერება გისურვო და სიყვარული აი ყველაზე მთავარი სიყვარული ერთმანეთის გატანა შური ყველაფერი აი მოგვეშორებინოს ასე იყო ძველ 24-ში და
მოფერება ქონოდეთ და უფრო მეტი ინტერესი ქონდათ თავის გვარების მიმართ ხალხს რო ქონდეთ ისედაც ბლომათაა გადაცემის გარდა პირადში წერენ პირადში აკეთებს მაგრამ გამიბრაზნა ჩემი გვარის წარმომადგენელი რამოდენიმე ეგრე მითხეს რა იყო რა მოგივიდაო სხვა გვარებს რო იძახეო შენ გვარს რატო არ იძახეო და ვეცდები გამოვასწორო სამართლიანად წერენ შემარცხვიდეს რა კი ბატონო აგერა მაპატიეთ მე ერთი გამომჩა აი 1597 წლის საბუთში აზნაური ქავთარაძე იხსენიება სამეგრელოში და ამათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსულნი ასე წერია რომელიც შემდეგ ესე იგი შეიძლება არ იყოს მართალი იმიტომ რომ ჩვენ რომ სხვადასხვა წარმომავლობა აქვს კი ბატონო ну არაფერი მოდი მოვილებ ბარეხამ სამეგრელოს ვივლი ცოტა ეგრე ვიბოდიელებ სამეგრელოს ცოტა გადავხედავ სამეგრელოს ევს მინდვრებს კი ბატონო აი მას მე მინდა აგეთ ჩემი მეგობრის კოლეგის გვარზე ვისაუბრო ძალიან საინტერესო გვარია ბერაების გვარი მე მგონი ამ ხნის განმავლობაში სანამ ჩვენ მივიდოდით რამე დასკვნამდე ძალიან ბევრი კითხვა იყო ამ გვარზე ვინ არიან საიდან არიან როგორ მოვიდნენ პრაქტიკულად ეგენი მე-18 საუკუნეები არხსენება და სამეგრელოში მოხსენებული და უცბად გაჩნდა უცბად გაჩნდა 1707 წლიდან კი მოხსენებული და საინტერესო იყო საიდან მოხვდნენ და ჩვენ ხელში ჩავარდა ერთი საინტერესო საბუთი რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა dabada და ამ დოკუმენტზე დაიწერა რამოდენიმე სადისერტაციო თავი საპროფესორო თუ რაღაც ისინი დედანი უნახეთ და დედანი გვაქვს ნანახი და ის სხვა რაღაცა წერია ფონდიც არის ჩვენ გვაქვს კი ფონდიც აგვაქვს კი ბატონო და ყველაფერი და გვაქვს გადაღებული თუ რა წერია იმ საბუთში კი და იმ საბუთში წერია რომ აიძახდნენ რომ ეგ საბუთი ეკუთვნა და არა ჯაიანზე ეწერა მერაბ ჯაიანზე მაგრამ საბუთში წერია ჯათან ბერეი წერია რომელიც ამბობს რომ ოდესმაო თათრემა დაგვიწყრესო შევიწროებაში მოვყევით და შევაწუხესო თათრემა ამდენმა კაციო ეს ამხელა კაციო ვერ გაუძელიო და წამოვედიო ესე იგი იმაში წამოიყოლა 5 ოჯახი სუეცი წამოვიდნენ და მოვიდნენ აქა აქეთ ხარეს ხო და გრიგოლ იმას აქვს მაგას კათოლიკოსთან და გრიგოლ კათოლიკოსთან მიიღო როგორც საეკლესიო აზნაურები და პირველად ესე იგი ჯიქთუბანში მისცა სამი ოჯახი გლეხი მისცა და სასახლის ადგილიო და ოღონდ უთხრა რომ ესე იგი მანამდე მოიხმარეო სანამ შენიშნები ცოცხალიო და შემდეგო ისევეო დამიბრუნეო და როგორ ჩანს მე უკვე დადიანებთან გადავიდნენ მოხდნენ დიახ და შემდეგ უკვე მხედრებთან მოხდნენ და მანამდე საინტერესოა და ერთმა იმან საინტერესო იმან დაგვაინტერესა შატვედის კრებული რო არის ხა ყველას თუ არის ბევრს ეწოდინება რაზეა იქ არის მოხსენებული ერთი პიროვნება ბერაი იოანე ბერაი კი ბატონო შატვედის კრებულის გადამწერი და აი ის ჯათან ბერაი საიდანაც გადმოვიდა ზუსტად იოანე ბერაიც იმ ადგილიდან იქ მოღვაწეობდა და ის იყო ეს არის ჩემო ბატონო ყოფილი ზემო ქართლი ეხლა აჭარაში შემოვალი ხოლოს რაიონი არის ეგეთი ბაკო სოფელი სხვათა შორის იქ არის ადგილები სადაც ბერაების ადგილებს ეძახიან მე ბათუმში ყოფნისას ვნახე რამოდენიმე არქივშიც ამოვიღე რამოდენიმე საბუთი ბერაების მოხსენებული არიან 1500 და 400 წელსაც კი 1475 წელსაც მოხსენებული არიან და აი ყველაფერს თან ვნახეთ რომ აბაშიძეებთან იყვნენ აზნაურებად და ზუსტად აი იმ ადგილს ფლობდნენ ადრე აბაშიძეები სადაც ეს ბერაები იყვნენ და ჯათან ბერაიც ბერაია იქიდანაა წამოსული აბაშიძის ჩვენ საბუთით ნახეთ სიაკათის ვათარგმნეთ კი არა თევდორაშვილი აქ ალბათ გარდაიცვალა და
ძალიან ეს სიგულისკივრით მინდა ვთქვა, ახლა გარდაიცვალა ნოდარ შენგელია, ესეც სიაკეთს ენაზე კითხულობდა პრაქტიკულად, ერთი გოგონა იყო, რომელიც წავიდა თურქეთში. პრაქტიკულად ჩვენ აღარ აყავს, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში როაუხსად რა არის სიაკათის ენა. ეს არის ოსმალების მიერ შემუშავებული ენა არის, საიდუმლო ენა არის, რომელზეც ესე იგი მხოლოდ ეკონომიური ტიპის საბუთები იწერებოდა. დიახ და ამ სიაკათის ენაზეა სწორედ ის დაწერილი. სადაც ნახეთ თუ ესე იგი ჯათან ბერაი ფლობდა ესე იგი რაღაც იმას, მიკას რაღაცებს და ეს იყო ესე იგი იმისი რა ვქი ემათან იყო, აბაშიძეებთან იყო. ესეც საბუთიც მოგვეპოვება და შემდეგ ეს იყო 1696 წელია და შემდეგ 1707 წელს ეს იგივე ჯათაბერა იყო ჩანს კათალიკოსთან ჩამოვიდა. იქ პირდაპირ მითითებული რომ გამოვიქეციო, უძილებული შევკრიბე გამოვიქეციო და შემაწუხესო, თათრება შემაწუხესო, ასე წერია პირდაპირ და კი პირდაპირ წერია და აი საინტერესო ისაა და თათრის ხელად შევიქმნითო, ასე წერია. კი, თათრის ხელად და საინტერესო ისაა ზუსტად ემთხვევა აი ბატონ ლევანის აი რო გამოვიანგარიშეთ გადმოცემული სანახმა და ისედაც ზუსტად მე-11 თაობა ვარ მე იმ ადამიანს როგორც ბაბუჩემისგან და ბაბუჩემის წინაპრები ზუსტად ემთხვევა ამაში ვინც ესე იგი მოვიდა სამეგრელოში პირველად და იმისი მე-11 თაობა ვარ მე ბაბუჩემ მეუბნებოდა შენ ხარო მე-11 თაობა და ზუსტად იმ გამოთვლით ემთხვევა იმ გამოთვლით მე ვალერი ჩაყვა ჩემს შტოს გაყვა და ჩავიდა იქამდე და ეს ყველაფერი დაემთხვა ზუსტად ჯათანის თვითონ გვარში სამჯერ მეორდება კი გვარში ხორგაშიც მეორდება ხორგაშიც იყო და თქვენთანაც მეორდება სენაკზე სამჯერ მეორდება და ეხლა ესეთი დამთხოვები ხალხო არ არსებობს და ასე რომ ეს არის ისე მაგას და იყვნენ აზნაურები კი ჩემიშტო და კიდე იმაში ხოფში არსებული ბერაების ერთიშტო იყო აზნაურები კი ბატონო უბრალოდ ისინი როგორც ჩას ისინი მაგრამ იმათმა დაკარგეს მე რაღაც კი აზნაურობა დაკარგეს კი ბატონო ხოლმე ეს ორიშტო წავიდა ეს იყო ეგეთი შემთხვევები რა თქმა უნდა და საუკუნეში მოხსენებულები არიან აგერ ისიდორე ბერაია მოხსენებული როგორც აზნაური რომელიც ხორგაში ცხოვრობდა და იყო საკმაოდ ხელმიფრედი კაცი მღვდელი იყო სხვა შორის და იყო კიდე გრიგოლ ისაკი რომელიც მერე პირდაპირ ასერია 37-24-ში არ მახსოვს რომელიც საბუთია დახრიტეს კი პირდაპირ წერია აზნაური გრიგოლ ბერაია მსხვილი კულაკი ასე წერია მსხვილი კულაკი მემამული კულაკი და გავიხსენოთ წვანე ყვავილას ეკლესიაში არის კიდევ აზნაური ბერაია ხაშურშიც მიგრაცია ხდებოდა რა თქმა უნდა ბენედიქტე რომელიც მეჯვარი იყო ნესტორ ერისთავის ბატონო იყო იმაში რა ქვია იმაში ნიგოიჩი მამასახლის იყო პირდაპირია აზნაური გახუბერაია ძალიან საინტერესო გვარია და წინაპრებში აგერ დავშვათ აფაქიძე ყავდა ისე ხია კი აფაქიძე სხვადასხვა მეც ყავდა აფაქიძე წინაპარი ზუსტ ბატონ ლევან მე საინტერესო დიმიტრი აფაქიძე ასეთი კი სხვადასხვა აი აფაქიძის ის ჩხოტუები ძალიან ეგეთი საინტერესო გვარები ყავდა თავდაზნაული გვარები ყავდათ ეს როგორ წესი ასე იყო ამის ესე ყველაფერი ამოიღო იმიდან რა ქვია მაგას არქივიდან ამოიღო და ეს ყველაფერი გვაქვს კი და ჩვენ ვეცდებით ამ წელს მე პრაქტიკულად ჩემი წიგნი დამთავრებული მაქვს ველოდები ერთ საინტერესო რაღაც დასაბეჭდად და გეტყვით რას ისევ გენეტიკას შეეხება ვისაც გაინტერესებს ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ესე იგი ეს ისინი რა ქვია საარქივო მასალები გაგვაჩნია რომელიც არის არქივიდან ამოღებული და 25 წელს არა ხალხო თურმე ვინც გვიცნობს იცის და 25 წელს ყველა ვარიანტში როგორც ბერაებზე ასევე ხიმშიაშვილებზე უნდა გამოვცეთ უსიკვდილო წიგნი ბატონო ჩემო ვამზადებ წიგნს რომელიც ის გენეტიკას ეხება პატარა ისა და ამას როგორც კი მოვჩებით ესევე გაკეთდება ყველაფერი კი ბატონო
ეს ასე ვთქვათ, მოკლედ ბერაებზე და ეხლა ტოტის ნაჭერი მოიწოვე. ტოტის ნაჭერი. კი ბატონო. ხიმშიაშვილებზე ეს არის საოცარი დიდი გვარია და ვერთმა ამრავლოთ. კი, ხიმშიაშვილები არიან აღმოსავლეთ საქართველოში. მოდი ვიტყვი, ყველა კუთხეში არიან ხიმშიაშვილები. ქართლშიც, თეთრიწყაროს რაიონში, კახეთში, ბულაჩაურში, რომლის წარმომადგენელი მე ვარ. ძაგნაკორა. არიან იმერეთში, როგორც ასეთი იმერელი აზნაური ხიმშიაშვილები, ეგენი იყვნენ რაჭველები სოფელ წესიდან. ჩვენ ვიცით კოტე ხიმშიაშვილი 42-ში რო დახვრიტეს დოდო ხიმშიაშვილი ვადაჭკორია რო იყო ქალბატონი 2016-ში გარდაიცვალა 25 დეკემბერს, ეგ იყო აზნაური შტოს წარმოადგენელი სოფელ წესიდან. ნუ 1850 ჩამოვიდნენ ეგენი იმერეთში და იყვნენ აზნაური ხიმშიაშვილების გვარში იყვნენ აზნაური გლეხი და თავადი ხიმშიაშვილები. როგორც ყველა გვარში, აბსოლუტურად ყველა გვარში, მაგრამ ეს არავით და არანაირად არ აკრინებს სხვა გვარის წარმოადგენლებს, იმიტომ რომ იმ გვარის თავადური შტოს წარმომადგენლებმაც, აზნაური შტოს წარმომადგენლებმაც და გლეხური შტოს წარმომადგენლებმაც თავისი წვლილი აგური დადეს და ააშენეს საქართველოს ისტორია შექმნეს პრაქტიკულად. ერთი რაღაცა დავასწრებ იმას, აქვეა ვალერის, მე საერთოდ ბევრი მეუბნება გასულ აცალემგას ლაპარაკი. არა, კაია. მე არ დავიზდეს, ვიცი რომ არ იტყვის და ამიტომ მინდა ვთქვა. აბარა. ჩვენ ამას წინათ ამ ზაფხულს გადაცემას ვაკეთებდით საგურამოში ილია ჭავჭავაძის მუზეუმიდან და გიდი მოყვება თან და შევედით ოთახში სადაც როიალი იდგა. როიალი და ახლა მე ვალერი ვარ და ჩვენი ერთი ახალგაზრდა მეგობარი იყო კიდე ჩვენთან ერთად ვახოთ საბაძე და ამათ გვეუბნება რომ ეს როიალიო ილია ჭავჭავაძესო ხიმშიაშვილმა აჩუქაო და გაერკვა რომ თურმე ამის უშუალოდ წინაპარს აქვს ნაჩუქარი. კი, მეგობრები იყვნენ, კი ბატონო. ილია ჭავჭავაძეზე კი 1909 წელს. ეს ახლა წარმოიდგინე, მე გამიხარდა და მე იძენი თავი და ამისთვის რა იქნებოდა? კი, ეს როიალი დაკარგული იყო, თავი დროზე დაკარგული იყო. ეს ბოდიში ეს, მაგრამ ეს საინტერესო, ალბათ აინტერესებს ალბათ. კი ბატონო. ასევე აჭარაში არიან ხიმშიაშვილები და სულ ბავშვობიდან. მე ბოლოს მაინც იმ როიალის ისტორია მოყევი მე და იმიტომ რომ აინტერესებს, ეგეთი რაღაცები აინტერესებს. კი ბატონო, მოვყვებით, აუცილებლად მოვყვები და აჭარაში არიან და თურქეთში. ბავშვობიდან 16 წელსა ვიყავი, ეხლა სახში პაპა ჩემი, თავისი ძმა და აი ცხონებული გიორგი ხიმშიაშვილი რო დახვრიტეს 23-ში ამისი და თან კავშირი ქონდა როგორც ნაცისავს პაპა ჩემს და მე და მიდიოდნენ და სულ აიგრე სახში კულუარებში სულ საუბარი მიდიოდა აი რეპრესირებაში მოყვნენ და მაინტერესებდა ხალხო ყოველთვის პატარობიდან და პრაქტიკულად 40 წელი აი გადაბმულად სწავლობ ამ გვარს მთელი რუსეთის ნუ ამერიკაში არ ამგონია რომ ვინმეს აი ეს დეტალებში კონდეს შესწავლი თავისი გვარი და არა მარტო თავისი გვარი, რაღაც ნებისმიერი გვარი, ვიდრე ვალერის აქვს შესწავლილი თავისი გვარი. მოვლილია მთელი რუსეთი, მთელი თურქეთი, ფეხით აქვს მოვლილი. აი არქივებში, არქივ დადიოდა სულ და არქივებიდან საოცრად დიდი თაღი მოყოლილია. თუმცა აჭარაში სწავლისა, აჭარის ხიმშიაშვილებს გენეალოგია ღამე დამეღამდაო და სასაფლაოზე გათენებული მაგი იყო ეს. ესე იგი ასეთი სიყვარული აქვს თავისი გვარის და ასეთი ფოტოშორის ჩემი გვარის ის ვიპოვე წინაგვარი და პლუს იმისი წინაგვარი ვიპოვე რომ ვინ იყო პირველი ხიმშიაშვილი ვინ იყო მოვდევი ახლა კი ბატონო და აი ეს რომ მაინტერესდა რანაირად გვენესავებიან წავდი თურქეთიდან ამოვიღე საბუთები ცხონებულმა წერანთქვი ნოდერ შენგელიამ მითარგმნა ფირმანები ამოვიღე თუ აჭარაში ვინ გადავიდა აქეთ ჩვენ ვიცოდით რომ აჭარაში იყო პირველი აბდული ხიმშიაშვილი რაც ისტორია მაგრამ
იმის მამა იყო, რომელიც იყო ზაალ ხიმშიაშვილი, აქედან ზუსტად ეს ჩემი შტოს წინაპარი იყო. ეს ხო არ იყო ის აქვია ლაზარევი რომ მოკლა. არა, ის ცოტა ადრე იყო და ლაზარევიც რომ მოკლა ის ხიმშიაშვილი, ეს ნიკოლოზი იყო, რომელიც ჩავიდა ახალციხეში და პირდაპირ არისო თავის ბიძაშვილთანო სელიმ ხიმშიაშვილთან წავიდა და 1807 წელს იქ გარდაიცვალა. ნუ შვილები იქ დარჩა. ძალიან ბევრი ფაქტი ამოვიღე და პირველი ჩემი გვარი მოდის გვარი აბაზაძეებიდან. აბაზაძეებიდან როგორც ვიცით ერისთავები იყვნენ ქართლის და იმითი წინა გვარი არის ტბელები კიდევ ერისთავები იყვნენ ძალიან დიდი გვარი იყო და მე მინდა ეხლა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს უმეტესად ცხონებულ გიორგი ოთხმეზურს რომელიც 6 წელი შეალია ჩემი თხოვნით და რანახარო აიგრე მოწადინებული ვიყავი ყველანაირად დამეხმარა სხვებიც იყვნენ დიახ ოთხმეზური და მე მინდა კოზელიძეს პატა ცხონებული რომელმაც ჩემს გვარზე პირდაპირ მინიშნება გითხრა კორონის დროს გარდაიცვალა პირდაპირ გითხრა ესე იგი შეიძლება გვენახა და ჩვენს გვარზე და ის მეც დამხმარებია უნიკალური პიროვნება იყო და ღმერთმა აწყონოს და სამწუხაროდ არ ვიცი რატომ ხდება მაგრამ აი ამ მეცნიერებს შორის ეს კაცი როგორ თავი დროზე თედო ჟორდანია იყო დაკარგული ესეც დაიკარგა არ მიტყვი ის ამარა ბედის ცუდი ბედის ბრალია გაქრა ასე რომ ვთქვათ მაგის ანუ ადამიანმა რომელიც პირდაპირ გითხრა აი თქვენ შენს გვარზეო ჩემს გვარზე ამადამ უნიკალური პიროვნება იყო ამადამ ფონჩიო ამადამ ნომრო თუ არისო ნახსენებიო და შეგიძლიათ ნახოთ კი პირდაპირ გითხრა და მეც ბევრი რამე მითხრა კი ბატონო ეს საინტერესო ისტორია 1399 წელს თემურლენგი შემოესია საქართველოს კახეთს მეხუთედ იქ ხერეთში იყო ეგეთი ხიმშია ხერეთის მართველი და რომელიც მას მედგრად გაუწია წინააღმდეგობა თემურლენგს პარტიზანული ბრძოლა გაუმართა ისე სისხლი გაუშრო რომ უკვე აი გამოიცალა კაცი და იძულებული გახდა გასლოდა ამას მაინტერესებდა რა კავშირი ჰქონდა ამ ხიმშიაშვილებთან საერთოდ ეპონიმური გვარსახელია და იმიტომ მას სხვადასხვა კუთხეში ხიმშიაშვილის სახით და მე მივედი ოთხმეზურთან პირდაპირ მივედი უთხარი ეგეთი ამბავი თუ დამეხმარებით მეთქი და დამეხმარა და თვითონაცაა გამოქვეყნებული ეს ხიმშია იყო გვარად აბაზაძე იყო და მე გიორგი მეხუთემ 1405 წელს 10 საიგენი საერთოდ ძაგნაკავრასთან იყვნენ ეს აბაზაძეები მამულები ჰქონდათ მაგრამ გიორგი მეხუთემ 1405 წელს თლიანად თელი ძაგნაკავრას ხეობა აჩუქა ამ კაცს ხიმშიას აჩუქა ხიმშიას შვილი უკვე მამა ყავდა ამ კაცს თათარად მეუღლე ყავდა ესნა ეგეთი ძველი სახელი ყავდა შვილი ამირინდო ხოთაშურის 1478 წელს ერთ-ერთ სიგელში ხელნაწერთა სიგელში არის ამელახრებს შორის მოხდა დავა ვისეკეთუნად ამელახრობა და ეგ წერია რომ ოდეს თათართა მოკლეს ხიმშიაშვილიო ამელახრობაო გიორგი მერვამ ჩვენ გადმოგცავ ჩვენ შტოსო და ამილახვარი იყო ზუსტად ხიმშია და ხიმშიაშვილიც ამირინდოც ამილახვარი იყო რომელიც იყო თანამდებობა საკმაოდ დიდი თანამდებობა იყო და გარდაიცვალა მაგრამ ამირინდოს ყავდა სამი შვილი რამაზი რევაზი და იასე ვაჰანის ქვაბთა გამგებას მონასტერში წმინდა გიორგის მონასტერში ბერათაღი კვეცა და შვილები არ აყავდა და ჩვენ ვართ რამაზის შტო ბულაჩაუში და სხვა შტოები იყვნენ კიდევ რომლებიც აზნაურებად იყვნენ და აგეთ იყვნენ აქ ნიჩბისში ქარელის რაიონში ზნაურის რაიონში და აი იქიდან მოდის ჩვენი გვარი
ჩვენ საკმაოდ ეგეთი ტარუღის სახელო ეკავათ, ყულუხჩები იყვნენ, გიორგი თუმეტის და ერეკლეს დროს მეფის ოჯახის წევრები იყვნენ, ზუსტად ნიკოლოზ ხიმშიაშვილი იყო, რომელიც ლაზარევი მოკლა და ყულუხჩი იყო ეს ოჯახის წევრს ნიშნავს და ეგეთი ისა. სხვათა შორის 7 გენერალი ყავდა, ერთ-ერთი გიორგი ინფანტერიც ყავდა. იმ 14-ში შედიოდა პოლკოვნიკებს და იმებს არ აქვთ უკვე ეგეთინებს და წარჩინებული ისინი იყვნენ გვარიშვილები და გვარიშვილი საკმაოდ ყველაზე აი მე რაც ეს აი ლაზარევი რომელმაც შევროწყვა მიაყენა დედოფალს ჩვენს უკანასკნელ დედოფალს ქართკახეთის უკვე ხალხს უსმენ საქართველოსი არ არის ქართკახეთის უკანასკნელ დედოფალს შევროწყვა მიაყენა ძალიან დიდი მითი თითქოს ასე ვიცით რომ მარიამმა მოკლა ეს გენერალი ბევრი საბუთია პლატონიოსელიანის წერს ამასო ესე იგი ეს ხიმშიაშვილმა მოკლა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლა იმიტომ რომ ვერ აიტანა დედოფლის შეურაცხყოფა კი ბატონო მე შეიძლება ერთი რაღაც პატარა საიდუმლო გავთქვა ეხლა რომელიც არ უნდა ვთქვა ეხლა ამ წელს წმინდა სინოდს უნდა 1923 წელს წმინდანებად ის ადამიანები რომლებიც მაშინ კი კოტი აფხაზი იყო კლიმიაშვილი იყო წოლიკეძე იყო ვარდენი ელია ჭავჭავაძის დისტული იყო გენერალი პოლკოვნიკი გიორგი ნიკოლოზის ხიმშიაშვილი აი ეს მამამისმა აჩუქა ნიკოლოზმა ელია ჭავჭავაძის მეგობარი იყო და აჩუქა როიალი აჩუქა მაგრამ რო 1909 წელს იგივე ელიას პრობლემა ბერბიჭაშვილმა და იმერლიშვილმა და ფეიქრიშვილმა დაიმარჯვა მოკლეს ნიკოლოზ ხიმშიაშვილი აი ეს როიალი ვერ მივიდა პატრონთან მე ეს როიალი ერთ-ერთმა იმერელმა ხიმშიაშვილმა გაიტანა და მადლობა რომ გარდაცვალების დრო რომ მოუვიდა პატრონს ისევ დაუბრუნა ადრესატამდე მივიდა ელია ჭავჭავაძემდე და ეს როიალი ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა საფრანგეთიდან შეუკვეთა ელია ჭავჭავაძის დაბადების დღისთვის რომ ეჩუქებინა საინტერესოა ძალიან საინტერესო კი ბატონო ეს როიალი არის იქა და გიდემაც იციან და ისე გავუკვირდა მაშინ ვალერი მას არ იცოდა ამის ამ როიალის ვიცოდი რომ დაკარგული იყო ეს როიალი და ვაკეთებდით გადაცემას საგურამოზე და საგურამოელების გვარებზე და შევედით ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და აქ აღმოაჩინეთ ის როიალი რომელიც ჩემთვის საამაყო კიდევ ერთი არის სულ ერთი წუთით ვიტყვი ვიცი რომ ცოტა გადაგვიცდა მაპატიებს მაყურებელი ძალიან დიდი როლი შეასრულეს აჭარაში ხიმშიაშვილებმა სხვა გვარებთან ერთად აბაშიძეებთან და ხიმშიაშვილი და უშველებელი კაცი სამთუღიანი ფაშა იყო საქართველოში მარტო ეგ იყო სამთუღიანი ფაშო მარტო სულთანს ჰქონდა სამი თუღი და რომელიც პირველად აიღო აიმ იარაღი და აი ეს დროშა რომელიც ებრძოდა თურქებს ოსმალებს და აბაშიძეებთან ერთად და სხვა გვარებთან ერთად დიდი როლი ითამაშეს საქართველოს დაბრუნებოდა ჩვენი ძირძველი კი ბატონო და თავის შვილებმა დაბრუნეს ეგ ისა მე თვალსწრები მეგო თავი რომ მოკვეთეს შიგნით რო ნახეს ესე იგი ჯვარი ეკეთა გულზე გაგიჩნეს სხვათა შორის ერთ-ერთი ფაქტია იქ რომ ჩამოვიდა თურქეთიდან ეგეთი წარმომადგენელი სულთნიდან რო ნახა რომ ახალციხეში მღვდლები იყვნენ გაგიჩნდა და თავი მოკვეთეო გაყარეო და სელემა გააპარა ჩუმად ისენი კი არ დახოთა აი საბუთებია და ესეთ საინტერესო გამოგვივიდა ალბათ ჩვენი ახლა ჩემი გვარი რა სახსენებელია და რა სახსენებელია როცა ამისთანა უშველებელი უზარმაზარი და ძალიან დიდი ისტორიის გვარი წარმოგიდგენთ დღეს თქვენ რომელმაც ძალიან დიდი
აი საოცარი დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ბატონო ლევან ერთუց შეიძლება ვთქვა მე მაგალითად რო ჩავდივარ სადაც ჩემები იყვნენ მე ბოლოს მარტყოფში რომ მივდივარ და ხალხი საუბარს რო უსმენ კარგად რო იხსენიებენ მე აი ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი მამულებს ფლობდნენ ესე იგი იმაში მარტყოფში და ამათ 2000 გექტარი მიწა ჰქონდათ დიდი სასახლე ქონიათ მე იმ სასახლეში იყო სკოლა და რაღაცები იქ გაიხსენეს მოხუცმა ხალხმა გაიხსენა ჩვენი ბაბუასგან და ბებიასგან ვიცითო კნეინა ანუ ამის დიდი ბებიაზე რაღაც იხსენიებენ ძალიან ისე და კნეინა და სიყვარულით იხსენიებდნენ და ასე კეთილი ქალი და იმ დღეს ერთ-ერთთან ვიყავი გვარად ერთი შვილი და ბაბუა ჩემის მამა რომ მოიხსენია აი ეგეთი თბილად და აი კარგად მე მიხარია ეგ აი ამიტომაა კარგი ისტორიის ლაბირინთებში ძრომიალი ის რას წააწყდები რას გადააწყდები კაცმა არ იცის ისეთი მოულოდნელი რაღაცები ჩნდება და ესეთ მოულოდნელ რაღაცებს ნახულობ რომელიც 40 წელი დავბოდიალობ ჩემ გვარში გაგების შემდეგ გული სხვანაირად გიწყებს ესე იგი ზგერას გიწყებს იმიტომ რომ შენ გზნობ რომ შენი წინაპარი რაღაცას ქმნიდა და რაღაცას აკეთებდა ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის და ამ ქვეყნის აღშენებლობაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ამიტომ გეუბნებით გიყვარდეთ თითოეულ ქვეყანას თქვენი გვარი გიყვარდეთ. გამოიძიეთ თქვენი გვარი და ჩაიძიეთ თქვენს გვარს და რაღაცებს აღმოაჩეთ რომ თვითონ სასიამოვნოდ გაუცებულები დარჩებით. მინდა მოუხადო ჩვენ მაყურებელს მინდა გუშინ წინ იყო ბატონი იური ჩიქოვანის დაბადების დღე ძალიან მაგარი 98 წლისა გახდებოდა უშველებელი როლი ითამაშა ქართული გენეალოგიის მამამთავარი ასე ვთქვათ რომელმაც ესე იგი დიდად დამეხმარა მე და ის რო არა პრაქტიკულად ჩემი ტიგნიც არ იქნებოდა მე ყოველთვის მივიხსენებ მას ძალიან უნიკალური პიროვნება იყო ბოლოს გავიცანე ეს პიროვნება და ჩემცეც ძალიან დიდი შტაბის-წილება დატოვა მე რამოდენიმე ისინი გამოვიყენე ჩემს ერთ-ერთ წიგნში გამოვიყენე და ესე იგი ამ კაცთან რამოდენიმეჯერ ვარ შენახვედრი და ჩემს ძალიან კაი პიროვნება იყო თუ პიროვნება იყო გადასარევი და მე მეცნიერი იყო ძალიან დიდი მეცნიერი იყო მერტმა აცხონო სადაც არის მოჭადრაკე მაია ჩუბურდენძეს ამგზდელი იყო მაგან გახადა პრაქტიკულად აზმაი ფარაშვილი და ისა ეს სხვა თემა მაგწყა ეროვნებაზე რო ვისაუბროთ არის ცალკე თემა უნიკალური თან ინგლისური მოგვიწევს კი არა მოგვიწევს აუცილებლად ცალკე ლაპარაკი ამ ეროვნებაზე ისე ამ მეცნიერებზე იგივე 80 ისე პაატა კოვზერეძე არ უნდა დავივიწყოთ არც იური ჩიქოვანი ხალხმა უნდა იცოდეს თავიანთი ის გმირები მე მაგათ გმირებად ავთვლი ვინც აი შემოგვინახეს ბატონი იური რო არა აი დააწუნებული ვარ რომ ბევრს არ ეცოდება თავისი წინაპრის რა თქმა უნდა 100 გვარზე მეტი ის გააკეთა და ეს არის შეგიძლიათ თვითონ ელექტრონული ისინიც არის რა ქვია ნახოთ და იმაში რა ქვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში და შეგიძლიათ იხილოთ მათ ესე იგი ძალიან თავადურ გვარებზე მუშაობდა ძირითადად თუმცა აზნაურ გვარებიც ძალიან ბევრი ქონდა შესწავლილი და გვარებით დიახ აი ეს მინდოდა რომ არ მინდა დავიწყო ყველა ის ხალხი დაწყებული უბრალო აი უბრალო ჭანჭიკიდან აი მთელი იმაზე ამაზე იყო აწყობილი მთელი საქართველოს ისტორია და ძალიან დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოწიესა ვალერი წინ ბატონო ამა ხალხზე თუნდა ვისაუბროთ ხალხო კი ბატონო ბევრი არიან მივიწყებული დამეწონე რომ პაატა იყო ძალიან უნიკალური და აი არც ისროს საზოგადოება არც იცნობს არ და ძალიან მაგარი კაცი იყო ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო და აი როლანდ თოფჩიშვილი რეებს აკეთებს და ბევრი ეგეთი ეს უნიკალური ხალხია კი ბატონო ხალხო ეხლაც არიან უნიკალური ხალხი რომელიც მუშაობენ არქივში აქ გაკეთებული მაგრამ აი სიდოქჭირის გამო ვერ აქვეყნებენ ვერ იმას აკეთებენ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამიტომ წიგნი ბოლო წიგნი როისა 14 ლარი დამიჯდა მე გეუბნებით 2017 წელს გამოვიცი
ეხლა გასამაგდა კიდევ გასამაგდა აბარა ეხლა წამოიდგინეთ ის რომელიც მე 1000 წიგნი გამომეცი და 14000 ლარი დამიჯდა იგივენაირი წიგნი ეხლა ეს A3 ფორმატის წიგნია საკმაოდ დიდი წიგნია 30 40 ლარზე ნაკლები ნამდვილად არ დაждდება არც ეყოფა ეს არის არ და იმდენი ცოდნა ეხლა ჩვენ იმდენი რაღაცა გვაქვს დაგროვებული იმდენ რაღაცა ვერ ვაკეთებთ ამას ვერ საინტერესო გვარები ესე თითქმის რა ვიცი ესე იგი საგვარეულო ძალიან ბევრი გვარი 2000 გვარზე 2300 გვარი ეხლავე შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ 2300 გვარი ეხლა დავждები და ერთ თვეში გვექნება წიგნი და ჩაგაბარებ თავისი ისტორიებით ყველაფრით მაგრამ ილუსტრაციებით თავისი რა თქმა უნდა ფოტომასალით ყველაფრით მაგრამ ჰერალდიკაზე შეგვიძლია რაღაცე მაგრამ არ გვაქვს საშუალება არ გვაქვს ისე რომ სამწუხაროდ ვისაც ხული აქვს ხალხო ვისაც მივმართეთ წიგნი არავის არ აინტერესებს სამწუხაროდ ეს სამწუხაროდ ეგ არის მოდიში ასეთ საკითხებზე რომ მოგვიწია საუბარი მაგრამ ეს ჩვენი გულის ტკივილია ბატონო კი რა თქმა უნდა და მოკლედ რა ვიცი ალბათ კაი გადაცემა გამოგვივიდა საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და ისევ და ისევ ჩვენი თხოვნა რომ მოგწეროთ და ისევ და ისევ გამოიწეროთ ჩვენი არხი გამოიწეროთ რომ თუ დავუშვათ წიგნად ვერ მოგაწოდეთ ეს ყველაფერი კი ბატონო ამის საშუალებით მაინც გაგაცნოთ თითოეულ თქვენს გვარს კი ბატონო ეგრე იქნება ძალიან დიდი მადლობა უღმესი მადლობა ყურადღებისათვის და რა ვიცი მომავალ შეხვედრამდე ერთი პირით გემშვიდობებით კარგად გავზანდებოდეთ 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრებივა